გამარჯობა, ირაკლი შაიშმელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი პოლკოვნიკი გახლავთ დღეს ჩვენთან ერთად. ირაკლი, დიდი მადლობა შენი დროისთვის, ვიცი რომ მედიისგან არ გაქვს ნამდვილად მოსვენება, ძალიან ბევრი საკითხი არის და ძალიან საინტერესო არის შენი მოსმენა. და მე მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი ზუსტად აი ამ დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციით. რა ფუნქცია აქვს ამ დეპარტამენტს? ეს არის ის ძირითადი ფუნქცია, რომელიც უკავშირდება აქციების დაშლას და დარბევას, თუ მას გააჩნია სხვა ფუნქციები კიდე და თუ გააჩნია, იქნებ გაგვიზიარო რა არის ეს ფუნქციები. მოგესალმები გიორგი, მივესალმები შენს მსმენელს და გულწრფელად რო გითხრა რომ არა შენ და შენი მიმართულება იმდენად ისე თქვა დავიღალე მართლა ადამიანურად რომ ტელევიზიები ერთი არის, მაგრამ მე საზოგადოების რეაქცია მეორე არის და სამწუხაროდ ყველა შენგან ითხოვს ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება შენ საერთოდ არ გაგაჩნდეს ან რესურსი არ გქონდეს. ამიტომ მე და თქვენ უფრო სიღრმისეული საუბარი გვექნება მჯერა, იმიტომ რომ ინტერესი შენი აბსოლუტურად სხვა არის. ბუნებრივია, პირველი რაც მინდა სანამ დეპარტამენტზე და მან ფუნქციებზე ვისაუბრებ, სმენელმაც და საზოგადოებაც რომ იცოდეს, ჩვენ ვსაუბრობთ ინსტიტუციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე და ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტული პიროვნების ან პიროვნებების სურვილებზე. ჩვენ ვიძახით ინსტიტუციის შემადგენლობაში სისტემამ როგორ უნდა იფუნქციონიროს. და ეს დეპარტამენტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეპარტამენტია. თავისი საშტატო სტრუქტურით, თავისი ფუნქციით, თავისი ამოცანებით, თავისი გამოწვევებით, რაც მას დებულებით გააჩნია. ეს არის ნახევრად გასამხედროებული, მოდი ეს შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ ეს არ არის სუფთა საპოლიციო დეპარტამენტი და სულ რამოდენიმე წელია რაც მის დებულებას გრიფი მოეხსნა და ამიტომ შემიძლია მე ღიად ვისაუბრო ამაზე. იყო პერიოდი, რომ დეპარტამენტის დებულება იყო დაგრიფული. საიდუმლო გრიფი ედო. გარდა იმისა, რაც საზოგადოებამ გაიცნო ძალიან ცუდად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აქვს შემდეგი ამოცანები. ეს არის სპეციალური ოპერაციების წარმოება საქართველოს მასშტაბით. ეს არის საოკუპაციო ხაზზე ამოცანის შესრულება. ეს არის მილსადენის უსაფრთხოების დაცვის ამოცანები და გარდა ამისა, ეხლა სტიქიური უბედურება და ტექნოგენური კატასტროფების დროს რო დახმარება ხდება და ასე შემდეგ, რეგიონში განთავსებულ რეგიონალურ პოლიციის დეპარტამენტებს უწევთ საბრძოლო ძალით მხარდაჭერას. თუ კი დაუშვათ რომელიღაცა რეგიონში, კახეთში პირობითად, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში დაასჭირდა პოლიციის დეპარტამენტს ცოცხალი ძალით მხარდაჭერა, ეს დეპარტამენტი უზრუნველყოფს ამ ამოცანების შესრულებას. და ეს ასე ვთქვათ, მსხვილი მიმართულებები და თითოეული მე კიდე ჩაშლის დონეზე, ამოცანების და ფუნქციების დონეზე კიდე ვიშლება. ეს არის ეს და თავისთავად საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა. ეს დეპარტამენტმა 4-ჯერ განიცადა ფორმირება შექმნის დღიდან და ამის ასე ვთქვათ ბაზა იყო ეგრეთ წოდებული შინაგანი ჯარები, როცა არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. და იდეაში თუ კი მე მაგალითად რომ ვკითხო, ჩემი აზრი ჩვენი გეოგრაფიული არეალიდან, ჩვენი საფრთხეებიდან, ჩვენი გამოწვევებიდან, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან ვფიქრობ, რომ შინაგანი ჯარები იმ ფუნქციით რაც იყო, სხვათა შორის ძალიან კარგი იყო და თუ ოდესმე უნდა დაბრუნდეს, აი ჩვენ სამეზობლოში მაგალითად თურქეთს აქვს, ისე ვთქვათ, ჟანდარმერია, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებს და ეს ახლა დღეს რაც გვაქვს ეს დეპარტამენტი, ეს არის ძალიან მახინჯი. დაამახინჯეს სტრუქტურით, საშტატო ერთეულებით, ფუნქციის შემსრულებლის ხარისხით და ასე შემდეგ. თუ ოდესმე ქვეყანა გადარჩა და გამოვიდა ამ კრიზისიდან, ძალიან ბევრი სამუშაო იქნება, რომ სწორი ფორმირება და სწორი სახე მიიღოს ამ დეპარტამენტმა.
ერთი მოკლე კითხვა და მე გადავიდეთ კიდევ უფრო ფუნდამენტურად ჩავიდეთ. აი, საფრთხეებს შეეხე შენ და საფრთხეების დოკუმენტი, ანუ ეს სტრატეგიული დოკუმენტი პრაქტიკულად არ არსებობს 2011-ის შემდეგ არც განახლებულა. შესაბამისად, არ შექმნილა გიორგი. ხო, ანუ საფრთხეების 2011-ში დოკუმენტი არ შექმნილა. ეგ არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რაზეც შენ საუბრობ. და იყო გაკეთებული თითქოს რაღაცეები, შიდა უწყებრივი, თითქოს რაღაცა გაცვლა ხდებოდა, მაგრამ აი, ეხლა რატო გეკითხები ამას უცებ რა, რომ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ან რაღაცა ცნობა, რომლის საფუძველზე თქვენ შექმნით რაღაც შესაბამის სტრუქტურას, ან რაღაც ცვლილებებს განახორციელებით, თქვენამდე მოსულა, ან თქვენთან ესეთი სახის ცნობის ფურცელი მოსულა? ესე იგი, როცა 2019 წლის ნოემბერში დავინიშნე და მაშინ ძალიან ბევრი გამოწვევები იყო, ანუ დირექტორი ახალი, ანუ ახალი იყო დეპარტამენტის დირექტორი, ახალი დანიშნული იყო და დაახლოებით 6 თვე აბსოლუტურად სხვა რაღაცა სამართლებრივ საკითხებზე მუშაობდით და ეს საკითხი დღის წესრიგში დაიდგა. დავაყენეთ. დეპარტამენტის დირექტორი თავის მოადგილებთან ერთად დავაორგანიზე შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსთან, ასე ვთქვათ, მოდერაციის როლი შევასრულეთ, ქონდა საუბარი თავდაცვასთან და ქონდა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროში და დეპარტამენტის დირექტორის აუხსენი ამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ორი უწყება ერთმანეთთან თანამშრომლობდეთ და კომუნიკაცია იყოს და მე მგონი ისტორიაში პირველად სამინისტროდან, ასე ვთქვათ, დეპარტამენტის დირექტორის ხელმძღვანელობით შედგა ჯგუფი, რომელიც წავიდა თავდაცვაში რაღაცა გარკვეული საკითხების მოსალაპარაკებლად. უბრალოდ მერე დაიწყო COVID პანდემია და ამან მთლიანად რადიკალურად შეცვალა ჩვენი დღის წესრიგი და აბსოლუტურად 180 გრადუსით დაატრიალა მოცემულობა. და რატომ მოვყევი ეს, რომ მისulis დღიდან ეს საკითხი მქონდა პრიორიტეტული. აი, რომ მქონდა ჩამოწერილი საკითხები და უშუალოდ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? და რა არის. ერთ-ერთი იყო ეს. და სამინისტროში ყოველთვის ამაზე ვაკეთებდი აქცენტს, რომ ამ კუთხით დავიწყოთ მუშაობა და რაზე მაქვს მე საუბარი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლის მერე არ განახლებულა. სამწუხაროდ არ განახლებულა. იყო ამაზე მუშაობა, გახარია რომ იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ მაგის ქოლგის ქვეშ ვინც იყო უსაფრთხოების აპარატი და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ხო არის შექმნილი პრემიერის დაქვემდებარებაში. ძალიან კარგი ინსტიტუტი. საბჭო, თავდაცვის უსაფრთხოების საბჭო. ძალიან კარგი ინსტიტუციური მექანიზმი არის, სხვათა შორის ეგ შექმნილი. მაშინ დაიწყეს მუშაობა, დოკუმენტი რაღაცა დონეზე გასალაშინდა, რაც ვიცი, მაგრამ გაჩერდა. ანუ დამტკიცება მაინც არ ეღირსა ამას. ის თუ არ შეიცვალა და ის თუ არ განახლდა, მე იმას უნდა გამოყვეს უკვე საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, იმას უნდა მოყვეს უკვე თავდაცვის სტრატეგია და მთელი რიგი, ასე თქვა, სტრატეგიები ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით. და ამის მერე უნდა, ანუ ამ დოკუმენტებმა უნდა მოგვცეს ჩვენ სამართლებრივი საფუძველი ჩვენ რაღაცა გეგმებზე ვიმუშაოთ. საფრთხეებზე, მზადყოფნაზე, გამოწვევებზე, სავარაუდო მდგომარეობაზე. ჯერ ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, პრობლემა რაც არის ის, რომ 2022 წელს, ოდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ნორმალურ ქვეყანაში მით უფრო ჩვენაირი მოწყვლად ქვეყანისთვის, რომელსაც 20% ოკუპირებული არის. ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული არის რუსეთის ქვედანაყოფები, განლაგებულები არიან. არ უნდა დაგვიწყო ამაზე მუშაობა, რაღაცა გათვლები არ უნდა გავიკეთებინა, ამაზე გეგმები არ უნდა შედგენილიყო, ამაზე ცალკეული მოლაპარაკებები პარტნიორებთან, ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებთან, აბა ეს რომ მოხდეს, აბა არ გაკეთდა ირაკლი. ერთადერთი შეხვედრა იყო თავდაცვის სამინისტროში, ანუ გრეფირებული შეხვედრა იყო, ძალიან ზოგადი ხასიათის, იქ ითქვა ვითომ რომ ეს რაღაცა გაკეთებოდა ანალიზი, ეს დაიგზავნებოდა და მე ამაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა, ვითომ გაიწერა ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და ასე შემდეგ და всё გაჩერდა, მოკვდა. არანაირი შეხვედრა, არანაირი სამუშაო ჯგუფი, არანაირი განხილვა. ეგ კი არა, აი დიდგორი რომ ერთადერთი ასე თქვა უწყებათა შორის დონეზე ინფორმაციის გაცვლის საშუალება დარჩა ერთადერთი დიდგორის სწავლება, ხო, რომელიც ამ უწყებებს აერთიანებს, რა.
ну მანდაც აი ბოლოს უკვე იყო მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელი ეგსავლებაც, იმიტომ რომ ანუ როგორ უნდა თუ კი ანუ დიდგორი რა არის? ეს არის ციფრული სწავლება, ელექტრონული მოდელირებული სწავლება, რომელიც მართვას და კონტროლს ხვეწავს. და მართვისა და კონტროლის ნაწილში აკვირდება სად არის ჩავარდნა, სად გვაქვს გამოწვევა. და მართვა და კონტროლი რომ დავხვეწოთ და მოდელირება რომ გავაკეთოთ, რაღაცა ძირითადი დოკუმენტი უნდა გქონდეს. გამოთიშული არის სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროცესებს, იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტროში ეს მაგალითად თავდაცვის სამინისტროს აქვს სამოქალაქო ოფისი და აქვს თავდაცვის ძალები. და თავდაცვის ძალებში არის ოპერატიული დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტი და მთელი ინსტიტუცია არის შექმნილი და ჯგუფები არის და მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთადერთი ასე ვთქვათ არის აქ ადმინისტრაციის დეპარტამენტი და შეიძლება ანალიტიკური დეპარტამენტიც გავიდეს, სადაც არიან აბსოლუტურად სამოქალაქო პიროვნებები და ანუ ამ მიმართულებით არის გამოცდილება აქვს, არის განათლება აქვს, მე რო ესაუბრები, ვერ იგებენ რას ესაუბრები, ანუ არ არის ინსტიტუციური, სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამ ნაწილზე იმუშავებს. თუმცა ამბიცია აქვს, რომ თვითონ მერე მართონ და კონტროლიც გაუწიონ რა. არა, იცი რა, ამბიცია და ის მანკიერი მხარეები რაც არსებობს ზოგადად, ხო, ანუ ეს რო გვერდზე გადავდოთ, ხდები? ოკეი, შექმნან მაინც. ანუ იმ იმდენი რამ კეთდება, ამისი პრობლემა წესით არ უნდა იყოს, რომ აუცილებელი არის მსგავსი სტრუქტურა სამინისტროში, ვინც ამას გააკეთებს. რო ნახო კანონების დონეზე ჩანაწერები და ჯერ ბევრი ესე თქვა კანონები არის სამინისტროში, რო ჩავიხედე, რომელიც 20-25 წლის წინანდელი არის და ვერ ცვლილებები ვერ შეაქვთ. იმიტომ რომ ამისი არც ნება, არც სურვილია და არც შესაძლებლობა არის. და რაც არის იმ კანონების დონეზე, ხო? ანუ ვითომ რაღაცები წერია, მაგრამ პრაქტიკაში ისინი არ სრულდება რა. სამწუხარო რეალობა. ირაკლი, ერთ-ერთი ფუნქციით მინდა დავიწყო. ეს არის საოკუპაციო ხაზი. 2008 წლიდან მოყოლებული სამწუხაროდ ჩვენი მიწა-წყლის ანექსია და ოკუპაცია გრძელდება ნაბიჯ გოჯ მიაქვთ ტერიტორიები, საზღვრავენ, ფარგლავენ, რაღაცა ნიშნებს ამაგრებენ. რა მდგომარეობა არის, როგორ თქვა, ანუ დეპარტამენტის ხედვა როგორი არის ამ საკითხთან მიმართებაში? და რა საკითხი დეპარტამენტი იმისთვის, რომ მაგალითად აი საოკუპაციო ხაზის გასწრული ცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. იმიტომ რომ იქ ხალხი ცხოვრობს, რომელსაც იტაცებენ აღარც ხურვალეთის მოსახლეობა გვახსოვს და სხვა სოფლების მოსახლეობა, არა მარტო გორის რაიონი, კასპის რაიონი, დუშეთის რაიონი, უბრალოდ მიყავთ ხალხი რაღაცა გამოსასყიდების მიზნით და ხალხს ხოცავენ, ხო? ბოლო გინტური იყო და მანამდე დატუნაშვილი იყო, მანამდე ოთხოზორია იყო, რომელიც დღისით პირდაპირ აწამეს, მოკლეს ყველას თვალწინ. გიო, ეს არის ძალიან კომპლექსური და ჩემთვის მაგალითად როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის რო შევაფასო ან იმ გადმოსახედიდან სადაც მე მუშაობდი, ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს საოკუპაციო ხაზი. ჩემი აზრით, ან მთელ რესურსს, მთელ კონცენტრაციას სახელმწიფო უნდა ახდენდეს საოკუპაციო ხაზზე. ერთის მხრივ საპოლიციო ძალები თამაშის შესრულების ხარისხზე და მეორეს მხრივ იქ მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს იქ ცხოვრობენ, ისინი არიან ერთგვარი შემაკავებლები. ანუ ადამიანები ცხოვრობენ ადგილზე, სადაც მათ ეზოში გადის ეს მართუხლართები და არტოვებენ საახლს. ანუ წარმოგიდგენიათ, ანუ იქიდან იმ ადამიანებმა მიატოვონ სახლები და წამოვიდნენ, ეს ყველაფერი ანუ ბუნებრივ საზღვარს, ბუნებრივ ბარიერს ქმნიან ეს ადამიანები. და ამ ადამიანებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, უფრო მეტი თანადგომა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. დღემდე არის ადგილები, სადაც დაუშვათ პრობლემა დგას კანალიზაციის სისტემების, პრობლემა დგას წყლის, პრობლემა დგას გაზის,
პრობლემა დგას ამბულატორიების, პრობლემა დგას ელემენტარულად საგზაო მოძრაობა ვერ ხერხდება, ისი არის დაზიანებული რელიეფი და ასე შემდეგ, ხდებით? და ანუ ამ ხალხზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. მეორეს მხრივ, საპოლიციო ძალებით ამოცანის შესრულებაზე. ეხლა ეს დღეს ჩვენ რასაც ხედავთ საოკუპაციო ხაზზე, ესენი არის 2008 წლის შეთანხმება, როცა მოხდა 6 პუნქტიანი, ანუ მაკრონის მიერ დადებული დიახ. მაგის მერე როგორც დადგნენ, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვედანაყოფები დღემდე მაგ ფორმირებით განან, ანუ არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად. უბრალოდ მაშინ რატო დადგნენ იქ? ალბათ იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე იქ იყო იმ პერიოდში და დღეს აბსოლუტურად მოწინააღმდეგე სხვანაირად არის წარმოდგენილი საოკუპაციო ხაზზე. და ამას უნდა უპირისპირდებოდა შენც, უპირისპირდებოდა რას გულისხმობ, ანუ ის რო იცვლის ფორმაციას, შენც უნდა იცვლიდე ფორმაციას, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა ჩვენ აი მნიშვნელოვანი რა არის? ერთი პერიოდი იქ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქონდა ჩვეულებრივი მულტიკამის ფორმა. და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც წარმოდგენილი არის, ხო? ანუ მათი ძალისხმევით მოხდა ამ ფორმის ამოღება. და ისეთი ფორმა ჩააცვეს იქ მდგომ თანამშრომლებს, რომელსაც აწერია პოლიცია. ავტომობილებით დასტიკერდა, ანუ პოლიციის სტიკერებით, დაედგა, ასე ვთქვათ, ციმციმ მანათობლები, ეგრეთ წოდებული მიგალკები, რომ იქ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საპოლიციო ძალებით წარმოდგენილი და არა სახელმწიფო საბრძოლო ძალით, რომელმაც შეიძლება იქ რაღაცა საომარი სპეკულაციების საკითხი მოაწყოს, ხო? და რატო არის ეს მნიშვნელოვანი განსხვავება? იმიტომ რომ პოლიციის ფუნქცია არის თვალთვალი დაკვირვება, ინფორმაციის ანალიზი და იქ მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. და არა დაუშვათ რაიმე პროვოკაცია, იქ რაღაცა დესტაბილიზაცია, იქ რაღაცა მოწინააღმდეგეზე აგრესიაზე პასუხი და ასე შემდეგ. ანუ ეს ცვლის მთლიან სურათს და აძლევს საფუძველს სახელმწიფოს, ანუ ლეგიტიმურ საფუძველს აძლევს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის იქ, რათა მათი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ანუ თავდაცვა რომ ანუ ხოხდები და სხვაობა რა არის, ანუ ამას. და რა თქმა უნდა. და ანუ შესაბამისად უნდა იცვლებოდეს, ანუ უნდა ხდებოდეს რა? მარშრუტები, საგუშაგოები, ბაზები, ისეთი ადგილები არსებობს, როგორც არის მოწყვლადი, ასე ვთქვათ, მკვდარი ზონები, ხო? აი სა ბოლო ავიღოთ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის გინტური, სადაც გინტური დაიღუპა. ანუ სადაც ეს მოხდა, ანუ ერთ მხარეს არის სოფელი მეჯვრისხევი, მეორე მხარეს არის სოფელი ბერშუეთი. და აი ამ შუა, ამ მეჯვრისხევს და ბერშუეთის შუაში მოხდა აი ეს ფაქტი. ის რომ კი, ანუ ნახეთ, ზოგადად იქ შიდა ქართლში მომიწია მუშაობა და რომ მე ასე ვთქვათ, ჩავედი და ამ ხალხთან მქონდა კომუნიკაცია და გავიცანი, სპეციფიური ხალხი არის, ხდები? ანუ რაღაც აი თავისი მაგალითად ტრადიციების მატარებელები არიან უმრავლესობა და ასე ვთქვათ, ღრმად სწამთ ჯერათ, რომ რაღაცა კონკრეტულ დღეს, როცა არის რაღაცა დღეობა, აუცილებლად უნდა გავიდნენ მიცვალებულთა საფლავებზე. და ანუ არის ადამიანები, რომ დაუდგე ტანკი, დაუდგე, მაინც წავა. ხდები? ანუ ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყო რატო? და ამას საუბრობდით ჩვენ, რომ თუნდაც მსგავსი სიტუაციების დროს, ანუ იქ გავაკეთოთ, ან პატრული გავაკეთოთ, ან სწრაფი ჩეკპოინტი გავაკეთოთ, დავდგეთ, იმიტომ რომ არის სასაფლავები, რომლებიც არის მოქცეული საოკუპაციო ხაზს მიღმა. არის სალოცავები, რომელიც არის მოქცეული საოკუპაციო ხაზს მიღმა. და ადამიანები დადიან, იციან, რომ შეიძლება დაიჭირონ და მაინც მიდიან, ხდები? ამ ეტაპზე, ამ შემთხვევაში მაშინ სახელმწიფო შენ უნდა ჩაერთო. უკვე რომ ან ამ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყო, ან ამ ადამიანების შეაკავო და არ გაატარო. ხო და რატო არ კეთდება ეს ყველაფერი, ირაკლი? აი ახლა პირდაპირ იქნება, მაგრამ შეიძლება ხო შეიძლება უხერხული კითხვაც იყოს, მაგრამ იყო ამაზე რა, აი 3-4 შეხვედრა იყო, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები იყო. თითოეულ შეხვედრაზე სხვადასხვანაირი ფორმაციის რუკები, გეგმები წარვადგინეთ, ვარიანტები, დაუშვათ ვის, სად, როგორ, რანაირად.
შეხვედრა დარჩა, შეხვედრად გეგმები დარჩა გეგმებად. არ ვიცი. აი მე როგორ გაგცეთ პასუხი რატო არ კეთდება? მუშაობა იყო, ვიმუშავეთ. წინადადებები იყო, შევთავაზეთ, ვარიანტები იყო, გავაკეთეთ, გეგმები იყო, გავაკეთეთ. მაგრამ ამას ჭირდებოდა ეხლა უკვე ასე ვთქვათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ go ahead და იმოქმედეთ ამ ჩარჩოებში. ნება, ამას ჭირდებოდა უბრალოდ სურვილი ნება, რომ აღასრულოს ვიճები, ხო? კი ბატონო. აი იქ ვაიმე ამას ვერ ვიზავთ, იყო ვარიანტები დაუშვათ რაღაცას თქოსე. ხო, ანუ იცი რა არის კიდე რომ სპეკულირებენ, რომ აუ ევროკავშირი გზღუდავს. არავინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საერთოდ არ ერევა შენს მანდატში. აბსოლუტურად ის მოდის უბრალოდ გამონიტორინგებს იმ თავისი ფუნქცii და თავისი მანდატის ფარგლებში. შენ სადადგები და რა მოცანა შეასრულებ და როგორ დაიცავ, შენ გაქვს ზოგადი ამოცანა. იქ უკვე კონკრეტულად ლოკაციებზე სადგან თავდები ეს ამას არავინ არ გითანხმებს. მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ შენო ცოცხალათო ერთ მეკითხება, ცოცხლათო რუსეთის აგენტიო გინახიაო საქართველოსიო? აი მე რომ რუსეთის აგენტი ცოცხლად საქართველოში ნახო, ის არ იქნება აგენტი, ხო? ჯერ მოდი აქედან დავიწყოთ. ანუ არ მინახია, მაგრამ ის რომ ამას არ ვაკეთებ და მე ამას ვფუთავთ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, ხო? ანუ მე მაძლევს ასე ვთქვათ საფუძვლიანი ეჭვს, რომ ანუ ვიღაცა ძალები გარკვეულ გარიგებაში არიან შესულები, იმიტომ რომ ანუ რას ქვია გავაღიზიანო, ანუ მოწინააღმდეგეზე არის საუბარი. აქ არ არის საუბარი რაღაც გავაღიზიანოში რა იგულისხმება, რომ დავდგერო ჩემი მოქალაქეები დავიცვა. ანუ მე ისედაც ჩემს ტერიტორიაზე ვარ, ხო? ანუ ჯერ ისადგას ჩემს ტერიტორიაზე, მოდი აქედან დავიწყოთ. მაგრამ კონტროლირებად ტერიტორიაზე მე სად დავდგები, რომ ჩემი მოქალაქეების უსაფრთხოება ვუზრუნველყო და ამას შემიფუთავ შენ ისე რომ რუსეთი არ გავაღიზიანო. ან ჩმორიხარ და ან რუსეთის გახაზული აგენტი ხარ. ანუ მეტი აქ ორი ალტერნატივა არის და ორი ფაქტი არის. ვინ რომელი არის უკვე ამას მე ვერ ვიტყვი. როცა ეგეთი რაღაცა არ კეთდება სახელმწიფოს მიერ, იქ ყოველთვის ჩნდება რაღაც მოქალაქეთა ჯგუფები, ხო, რომლებიც დადიან იქ და ცდილობენ რაღაც თავიანთ კონტროლს. ეგეც ეს არის, რა ქვია, ცალკე საკითხი არის, ხო? ეხა ერთი რამ მინდა გკითხო. იქნებ საკითხი მაგალითად იმაშიც არის, რომ ტექნიკური აღჭურვილობა არ გაგაჩნიათ. ანუ ბიუჯეტი რო აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეგ ცხადზე ცხადია. გარკვეული ელემენტებიც აქვს, მაგრამ იქნება არა აქვს ეს ისენი, რა ქვია, შესაძლოა სათვალთვალო ან რაღაცა სხვა შესაძლებლობა. მაგაზე საერთოდ არ არის მაგ ტექნიკურ აღჭურვილობაზე საუბარი. იყო პერიოდი, როცა და ყოველთვის იქნება ეს გამოწვევა ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით, იმიტომ რომ როცა ყოველდღიურად, აი ახლა 2021 წელს ვიყავი თურქეთში, გამოფენა იყო, ისეთი ტექნოლოგიები ვნახე, რომელიც ჯერ საერთოდ არ იყო დადებული საერთოდ არც ინტერნეტ სივრცეში, არც YouTube-ზე, არც ბაზარზე, არც ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ. ეხლა 2025 წელს რო ჩახვიდე იგივე გამოფენაზე, კიდევ უფრო ახალი და დახვეწილი და მეტათანამედროვე სისტემები იქნება და შენ თუ სახელმწიფოს გააქვს ამისი რესურსი, შენ უნდა ეცადო, რომ ყოველთვის გადახვიდე და განაახლო, მაგრამ ის რაც გვაქვს ჩვენ, რაც ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით იქნა მოცემული, დახმარებით იქნა შესყიდული იქნა თუ ასე შემდეგ, ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას ამოცანა შევასრულოთ რაღაცა ხარისხი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს ამოცანა რო სრულდება, აი მაშინ პირველ ინტერვიუში ნოდარი მკითხა რა და სამწუხაროდ აი ნახე როგორ არის მე მყავდა რა, ანუ ჩემი სამართლო იყო პასუხისმგებელი და ადამიანი რომელიც მე მექვემდებარებოდა და ადამიანი რომელსაც უნდა ესენი გაეკეთებინა, ადამიანი იჯდა და სხვის Facebook-ებს უყურებდა, ლაიქებს ქრინავდა, კომენტარებს ქრინავდა რა, აი ჩვეულებრივი დოქსოპულო, ხდები? და დარბოდა დირექტორთან და დირექტორის მოადგილეთან და შექონდა სხვადასხვა ანუ თანამშრომლების, ანუ ადამიანს, რომელსაც ევალა საოკუპაციო ხაზიდან შემოსული ინფორმაციის ანალიზი. და ამ ადამიანებს ტანს უკრავდნენ, ხდები? იმიტომ რომ ანუ ესეთი დოქსოპულოები დღეს ძალიან მიღებული არის, ხდები? ანუ
რა აღჭურვილობაზე არის საუბარი? შენ რაც გაქვს, იმ რესურს არ იყენებს სწორად. შენ შესაძლებლობების ფარგლებში არ მოქმედებს სწორად. აქ რაზეა საუბარი? ანუ ჯერ მოდი გავიდეთ იმას, ჯერ რაც გვევალება ის გავაკეთო და თუ სადმე მე ჩავარდნა გვაქვს და თუ სადმე გვიჭირს, გავაკეთოთ მე, ჩამოვწეროთ მივმართოთ, რა ვიცი, სამინისტროს, ეს შეგვისყიდეთ, ეს შეგვისყიდეთ, ბიუჯეტში ეს გაითვალისწინეთ და ასე. ანუ რატომ პრიორიტეტში ახალი წყლის ჭავლის მანქანა არის, ვიდრე მაგალითად რაღაცა დრონი ან რაღაცა სხვა ელექტრონული კონტროლის და თვალთვალის საშუალება, ხო? ნუ რა ვიცი, წყლის ჭავლის მანქანა იმიტომ არის პრიორიტეტი, რომ პრიორიტეტი ეხლა მთავრობისთვის არის ძალაუფლების შენარჩუნება. და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. და ეს წყლის ჭავლის მანქანები გქონდა ისედაც. და ის წყლის ჭავლის მანქანებითაც შევასრულებდით ამოცანებს და ესე უბრალოდ ეს ბოლოს ეს იყო პანიკა, რაც ამათ გქონდა და დღემდე პანიკაში არიან. რატომ მაინც და მაინც არჩევნებამდე 2 თვით ადრე გადაუდებელია აუცილებლობით ან ისიც გრიფით შეიძინეს. კი, მე იმას კი არ ვიძახი, რომ არ უნდა გქონდეს ტექნიკური, მაგრამ ეს რაღაცა დროში და ამ სიტუაციაში ეს სიგიჟეები სხვა ეჭვებს აჩენს, სხვა კითხვებს აჩენს, რომ შენ ორიენტირებული კი არ ხარ როგორც სისტემის გაუმჯობესებაზე და მოდერნიზაციაზე, არამედ შენ ხარ ორიენტირებული, რომ ელოდები, რომ ამას გააფუჭებ და მე ამისთვის დაგჭირდება ინსტრუმენტი, რომელთაც შენ ამ ძალაუფლებას შეინარჩუნებ. ხო, იმიტომ რომ დღეს თუნდაც აქციების ნაწილში ჩვენ რასაც ვხედავთ, სახელმწიფო საერთოდ პასუხს არ ცემს მოქალაქეებს. აბსოლუტურად, ანუ იგნორირებს გაკეთებული სახელმწიფოს და ესე მიუქსია გომელაური თავისი ბანდით ამ მოქალაქეებს რა და დავაი შენ ეს ყველაფერი ჩააქრე რა. აი ეს ხდება დღეს, აი ჟარგონულ ენაზე ეს ხდება. ირაკლი, რო დაუბრუნდოთ საოკუპაციო ხაზს და ამ საკითხს და პრინციპში აი ეს საკითხი რო ამოვწუროთ, თქვენი რეკომენდაციები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს საოკუპაციო ხაზის და მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უბრალოდ ამისთვის არ არსებობს ნები, რომ ეს თქვენი რეკომენდაციები, ასე ვთქვათ, დაწერილი ფურცელზე აღსრულდეს. სწორედ არსებობს სამინისტროში, ესე ვთქვათ, მეხსიერების ბარათი, საიდუმლო, სადაც დაუტოვე, სადაც არის გაკეთებული თარიღებით, წლების მიხედვით, თუ სურვილი ეკრებათ, ნეტავ გააკეთონ, თვითონ დაიწერონ და გააკეთონ, პრობლემა არ არის. ამოიღონ და გააკეთონ ყველაფერი დროს, როგორც სამაჩაბლოს მიმართულება, ისე აფხაზეთის მიმართულებაზე. ნუ აფხაზეთის მიმართულება სამაჩაბლოსთან შედარებით, ანუ რა ნაწილში არის, იცი უკეთეს მდგომარეობაში, რა 80%, ანუ უკეთეს ცოტა ცუდი სიტყვა არის, უბრალოდ რა ასპექტში ვიძახი, ანუ მათუხლართები შეგებული არის ან ის კონსტრუქციის ღობეები, ანუ ცარიელი ადგილები არ არის, როგორც არის სამაჩაბლოს მიმართულებაზე, აი როგორც დაწყებული თრუსოს ხეობიდან, იქით იმერეთისა და რაჭის მიმართულებაზე, ხო, ანუ 197 კილომეტრიანი სამ პატარა ტერიტორია ხო არ არის ეს რა? და ანუ აქ უფრო ბევრი ლუფტები არის აღმოსავლეთში, საიდანაც ხდება მოქალაქეთა გატაცება და მეორე, რომელიც საერთოდ არ არის, ასე ვთქვათ, ანუ საოკუპაციო ხაზი ჩანს რუკაზე. თორე ადგილზე რომ მიხვიდე საოკუპაციო ხაზი ზოლის ადგადის, როგორც შენ მოქალაქე ხო არ იცი? ანუ მიხვედი და არც ბანერი დგას, არც შემოღობილი არის, არც არაფერი არ არის და ანუ გონია რომ შენს ტერიტორია, იქეთაც შენი ტერიტორია, მაგრამ გონია რომ საოკუპაციო საზღვარი დარღვეული არ გაქვს და ამ დროს გაკავები. ესეთი ადგილი ძალიან ბევრი არის აღმოსავლეთში. და ამისი საპრევენციო რა შეიძლება გაკეთდეს, ამისი გეგმები არსებობს. უბრალოდ არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა. იმიტომ რომ მათი ინტერესი საოკუპაციო ხაზი, მათი ინტერესი სახელმწიფო სუვერენიტეტი, მათი ინტერესი რამე გაუმჯობესონ არ არის. მათი ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობები შეინარჩუნონ წერტილზე. მეტი ინტერესი მათ არ გააჩნიათ. აი რა ინტერესებს რა ყველას
ინტერესი არის ფული. აბსოლუტურად. ყველას ინტერესი არის ფინანსური ინტერესი. всё, მორჩა გათავდა. ირაკლი, უნდა გკითხო კიდე ერთი საკითხი სანამ შემდეგზე გადავალთ და სპეცოპერაციები აღნიშნე შენ. რომ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია დეპარტამენტს არის სპეციალური ოპერაციები. რა იგულისხმება ამ სპეციალურ ოპერაციებში? აი რის თქმა შეიძლება მე მესმის, რომ ეს ძალიან სპეციფიკური თემა არის და სადაც არ უნდა იყოს ყოველთვის იოლი და მარტივი არ იქნება ფარდის ახდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში საინტერესო არის რა იგულისხმება ამაში. აი დეპარტამენტის სპეციალური ოპერაცია. ხო, აი დეპარტამენტი როგორ აკეთებს, იცი გია, აი მოკლედ რისი თქმა შემიძლია რომ გითხრათ. ანუ არის ცალკე სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო ამ ხარებამ შექმნა. ოღონდ ჩემთვის გაუგებარი ანუ ვერ ხვდები ანუ ამ მთავარი სამმართველოს ფუნქცია ვითომ სუპერებიო თუ VIP-ო თუ რაღაცა მოკლედ აი არ ვიცი. თუ არის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო, ხო, ანუ სტრუქტურულად მაშინ ყველა სპეციალური ოპერაციები ამ მთავარ სამმართველოს უნდა ექვემდებარებოდეს წესით, აქედან უნდა ხდებოდეს მართვა, მაგრამ იდეაში ეს არის მისი პირადი რაზმი, მოკლედ რო გითხრათ. და რამე ისეთი ანუ მისი ნდობით აღჭურვილი პირებით რაღაცა ახალი სწავლებები თვითონ გაატარა სწავლებები და ასე შემდეგ. მოკლედ ამას რო შევეშვათ, ანუ ეს რა მანკიერი მხარეები არის. სტრუქტურულად სამინისტროს დეპარტამენტს, ანუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფუნქცია რა არის? ანუ კრიმინალური პოლიცია, ანუ რეგიონალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტები, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, როდესაც ჩაატარებს გამოძიებას და გამოკვეთავს დანაშაულს და უკვე იცის, რომ დასაკავებელი აქ არის საუბარი ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, აქ არის საუბარი იარაღით დაუშვათ უკანონო იარაღით ბრუნვა, ვისაც აქვს. შეიძლება იყოს აქ ყოფილი წარსულში მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა იყოს ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ანუ სამიზნე, რომლის დაკავების დროსაც შესაძლოა მოხდეს შეიარაღებული დაპირისპირება. ამ შემთხვევაში უკვე ერთვება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ქვედანაყოფები და ისინი მიდიან და ისინი აკავებენ. ანუ ამ სამართლებრივ ნაწილს უზრუნველყოფს მთლიანად ასე ვთქვათ კრიმინალური პოლიცია, აღსრულების ნაწილს უზრუნველყოფს ჩვენი დეპარტამენტი. ესენი არიან, ანუ ეს არის სპეციალური ოპერაციები. გარდა მაგისა, ანუ იდეაში ამათი გადამზადება სწავლება უნდა მიმდინარეობდეს, იყო საუბარი, იყო განხილვები, რომ მაგალითად თავდაცვის სამინისტროსთან რაღაცა მემორანდუმი გაგვეფორმებინა, ერთობლივი სწავლებები ჩაგვეტარებინა, ერთობლივი წრთუნები ჩაგვეტარებინა, რომ რამე რომ მოხდეს დაუშვათ საომარი მდგომარეობა ქვეყანაში, კოორდინირებულად როგორ შეიძლება ეს ქვედანაყოფები გამოყენებული იქნეს ეფექტურად, მაგრამ ყველაფერი დარჩა შეთანხმების დონეზე. სამწუხაროდ. ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე 2008 წლის მაგალითების ესეთ განხილვა და შესწავლა არ ხდება კოორდინაციის დონეზე სულ მცირე, რაც აუცილებელი უნდა ყოფილიყო. სტიქიურ უბედურებებზეც უნდა გკითხო, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საშინელება და ტრაგედია მოხდა საქართველოში და როგორი უნდა იყოს როლი გასაგებია, მაგრამ რამდენად ეფექტურად უმოქმედია ან მოქმედებს, აი ესეც საინტერესო არის. აი ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიმართულება, სადაც ძალიან ეფექტურად მოქმედებენ, ანუ ხანძარი იქნება ეს. აი ბოლოს მაგალითად შოვი იყო, მანამდე ბათუმი იყო, ბათუმში. ანუ პრევენციული ღონისძიებების კუთხით აქ არ ვიცი, იმიტომ რომ აქ უკვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არის ჩართული, მასევალება, მაგრამ როცა ყოფილა ჩართვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხელმძღვანელობს ამ პროცესს და უბრალოდ ჩვენები არიან მხარდამჭერი ქვედანაყოფის როლში და უბრალოდ აქ არის ცოცხალი ძალით ამოცანების შესრულება, ანუ შავი ამოცანების შესრულება. ეს შეიძლება იყოს რაღაც ნანგრევებისგან გაწმენდა,
აუშათ ხელით ცეცხლის ჩაქრობა თუ აუშათ შოუში რასაც აკეთებდნენ ბიჭები. და ეს ნაწილი ძალიან კარგად გამართულად ერთადერთი არის გამართულად მათ შორის თავდაცვის სამინისტრო ერთვება და თავდაცვის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირება. იქ არის ყოველთვის იქნება რაღაც ცალკეული რაღაცა პატარა ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში როცა ჩართულან ყოველთვის ასე ვთქვათ ეს კოორდინაცია მაღალი არის და შემიძლია თამამად თქვა რომ ერთ-ერთ მოწოდების სიმაღლეზე არიან ამ კუთხით უდაოდ. ირაკლი, ერთი აუცილებელი კითხვა მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ანუ ერთი არის რაღაცა პოლიტიკური ნების ან ზოგადად რაღაცა ნების გამოხატვა, რომ რაღაცა აღსრულდეს ან რაღაცა გაკეთდეს და შესაბამისი ბრძანება გაიზრდეს. მეორე არის, რომ ეს ნება უკავშირდება მაგალითად რაღაცა კონკრეტულ ძალას ან რაღაცა კონკრეტულ მაგალითად ამოცანას, ხო? რა შეიძლება ვთქვათ ამ შემთხვევაში, რომ ეს უბრალოდ მოწინააღმდეგის ძალები არის პენეტრირებული საქართველოს ძალოვან უწყებებში და მაგიდან გამომდინარე არ არსებობს ეს ნება, თან თავზე მოკვეული ნება, თუ როგორ შეიძლება რომ დახასიათდეს საერთოდ აი ის მოცემულობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მე გიორგი შემიძლია ესეთი პასუხი გავცე თქვენს ამ კითხვას, რომ ზოგადად რუსების ინტერესი რუსეთის დოქტრინაში, ხო, რუსეთის დოქტრინაში არის ესეთ ჩანაწერი და საგარეო მიმართულებაში საქართველოს ესეთ ჩანაწერი არსებობს, რომ ანუ რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ საქართველოს არ გახდეს ევროკავშირის წევრი, რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ არ გახდეს საქართველოს ნატოს ჩრდილოატლანტიკური წევრი და რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ საქართველოში იყოს მუდმივი ყევები და დესტაბილიზაცია. ანუ როგორ არის ახლა ეს ფუნქცია? ეს სამივე ამოცანა მაღალი ხარისხით არის შესრულებული. ფაქტი არის, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესი აბსოლუტური ბუნდოვანია, ევროკავშირთან ინტეგრაცია ესე ახლოს საქართველოს არასდროს ყოფილა და როცა ყველაზე ახლოს იყო, მაშინ გააკეთეს ყველაზე დამაზიანებელი განცხადებები და მოდი მაშინ კითხვა დავსვათ, რა ვიცი, თვითონ პრემიერ-მინისტრი კობახიძე. იქნება თვითონ პრემიერ-მინისტრია რუსეთის ინტერესების გამტარებელი. ან პრემიერ-მინისტრის უკან დგას ვიღაცა პიროვნება, რომელიც მას აძლევს რჩევებს, არ ვიცი, ან რომელიღაცა სხვა, ასე ვთქვათ, ჯგუფში არის, ფაქტი არის უდაოდ, ხო? ანუ ის ამოცანები, რაც რუსეთს აქვს გაწერილი, საქართველოსთან მიმართებაში სამივე შესრულებული არის. და ესენი ძალიან მწყობრად ასრულებენ. ანუ იმ დროს, როცა ყველაზე ახლოს იყო ქვეყანა ევროკავშირთან, რომ ასე ვთქვათ, რეალური ფანჯარა გაიხსნა შესაძლებლობის გამხდარიყავით, ასე ვთქვათ, წევრი, მაგ დროს არათუ დახურეს მთლიანად პერსპექტივა მოუკლეს. ევროპის საბჭოდანაც კი უარი თქვეს და გამოვიდნენ, ხო? ანუ ჩვენ ხო ის თაობა ვართ, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ზურაბ ჟვანიას სიტყვები და აი მაშინ ბავშვი ვიყავი, ხო? სკოლის მოსწავლე ვიყავი და კიდე ვერ ვიაზრებდი და მე რო წავიკითხე და მე რო გავიაზრე, მე რამხელა მნიშვნელობის მატარებელი იყო, რამხელა მიღწევა იყო და დღეს ესენი რას აკეთებენ და ეხლა ამას ვისი ხელით ასრულებენ? სახელი და გვარები არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ის რომ აბსოლუტურად ყველა მათი ქმედება რუსული არის, ეს უდაოა. და ახლა შიდა სამზარეულოშიც კიდევ ბევრჯერ მithქვია და შენთანაც გეუბნები, ანუ ძალიან ღიად ეტრფიან რუსეთს. აი როგორი აღფრთოვანებულები საუბრობენ, იცი, მაგალითად რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებულ საკონტინენტთაშორისო რაკეტაზე. აი, ესე იგი თელი ბედნიერებით, რომ რა მაგრები არიან რუსები. მე ვერ გეტყვით, ანუ ეს ადამიანების უკან კონკრეტულად რა ვინ დგას, მაგრამ ეს ადამიანები ყველა არის თანამდებობის პირი. და ეს თანამდებობის პირები აგინებენ ამერიკას, აგინებენ ევროკავშირს, ლანძღავენ საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოებს და ხოტბას ასხავენ რუსეთს. ირაკლი, აუცილებლად მინდა გკითხო ჩვენი საუბრის მიწურულს, რომ ამ ინსტიტუციების აღდგენა როგორ წარმოგიდგენია? როგორ მოხდება ამ ყველაფრის შემდეგ? როგორ უნდა მოხდეს საერთოდ?
ჩემი აზრით გიორგი, მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას გამოწვევა არის შემდეგი, რომ აი თუ ეს ქვეყანა გადარჩა, როგორც ქვეყანა და მთლიანად უზურპაცია არ მოახდინა რუსეთმა და მის რომელიმე გუბერნიად არ გვაქცია, მე რასაც უყურებ აი საზოგადოების ფენაში არის ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი. ეს ადამიანები უნდა დასხდნენ, უბრალოდ ამ ადამიანებს სჭირდება კონსოლიდირება და გაერთიანება. არიან როგორც განათლების მიმართულებით, ისე თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, ისე ტექნიკური მიმართულებით, საინჟინრო მიმართულებით, უნდა დასწრեն, დაიწეროს სტრატეგია. უნდა დაიწეროს გეგმა. ოღონდ ეს სტრატეგია არ უნდა იყოს ერთწლიანი, ან ორწლიანი, ან სამწლიანი, ეს უნდა იყოს მინიმუმ 5-დან 10 წლამდე პერიოდის. და უნდა გაკეთდეს დათქმა, რომ აი ამ გეგმას, ამ თანმიმდევრობით თუ შევასრულებთ, ხო? მივალთ ამ შედეგამდე. ჯერ უნდა საერთოდ თქვათ რა გვინდა, როგორი პოლიციური სისტემა გვინდა. რომ ეს პოლიციური სისტემა ინსტიტუციურად მე როგორ ფორმირდეს, როგორი სახელმწიფო უსაფრთხოების სუსი უნდა დავშალოთ, აი გამოდიან ახლა და საუბრობენ, ანუ ეს ჩემი აზრით არის ძალიან დამაზიანებელი და არასწორი ნათქვამი, ხო? რა სუსი რატომ უნდა დაშალო? კი არ უნდა დაშალო, უნდა გავუკეთო ფორმაცია და მას უნდა მისცეს სწორი მიმართულებები. დღეს თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩვენ გვისმენს, აქციის მონაწილეებს უსმენს და მათი დისკრედიტაციით არის დაკავებული, ნორმალური ხელისუფლების პირობებში იმან უნდა იზრუნოს, რომ დააიდენტიფიციროს ქვეყანაში უცხო ჯაშუშები, გამოავლინოს საქართველოს მტრები, გამოავლინოს ეფექტური დემოკრატიული კონტროლი უნდა იყოს ზოგადად უსაფრთხოების ძალებზე. ანუ აი კანონი რომ მიიღეს რა, იმ რუსული კანონი რომ მიიღეს, ხო? ანუ აი შენ როგორ წარმოეხლა, რამდენი წელიწადია აი ძალოვან სტრუქტურებთან გაქვს თანამშრომლობა და კომუნიკაცია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ხო? მაშინ თქვი, ანუ შიდა წრეში საუბრობდით ამაზე. აი რა სჭირდება სახელმწიფოს ეს კანონი? რეალურად თუ ამას არ უნდა, ასე ვთქვათ, ჯანსაღი საზოგადოების მოკლა, რა სჭირდება, როცა ყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ აიდენტიფიცირებს, რომელი ორგანიზაცია მუშაობს სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ მოქმედებენ პირობითად სხვადასხვა სახელმწიფო სპეცსამსახურები, თუ მაგას ვერ აიდენტიფიცირებ, მაშინ რანაირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხარ და თუ მაგას აიდენტიფიცირებ, კანონი რა ჯანდაბად გჭირდება. ანუ აქ არის ჯერ არის რა გვინდა ზოგადად, როგორი გვინდა და მე იმის მიხედვით უნდა მოხდეს გაწერა, თორე რო ვთქვა, რომ რაიმე პრობლემასთან არის საკითხი და ვერ მოგვარდება, ან ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი, კიდევ ჩემი აზრით იცი რა არის, რომ თუ ეს ხელისუფლება შეიცვალა და მოვიდა ახალი ხელისუფლება, ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა აგოს პასუხი მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. და ერთხელ და სამუდამოდ, ანუ ესე იგი, ყველა მთავრობა, რომელიც შეიცვალა დღემდე რა, დაუსჯელია, ანუ ყველა დაუსჯელობის სინდრომი აქვს. ანუ ყველა ვიღაცა გამონახა, ვინ დაიჭირეს, მერაბიშვილი დაიჭირეს და ახალაია. რეალობაში მაგ ორი ადამიანი გაუშვეს ციხეში. ხო ესე არის, ანუ არა, მე ძალოვანი სტრუქტურებიდან ვიძახი. დანარჩენი პორტირება მოხდა მთლიანად ამ სისტემაში. და ახლა რო შეიცვალოს სისტემა ხდები და ხელისუფლება, შესაძლოა ამათი პორტირება მოხდეს. ანუ ხარება არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა მთავრობასთან იმუშავებს, ფულის ვინც გადაუხდის, ხო ის რა? და ანუ ესეთი რაღაცა უნდა დასრულდეს საქართველოში. ანუ დანაშაული ირაკლისზე, ჩემს არსებობს კითხვები და ამისვან კითხვები გამოკვეთავენ დანაშაულს, ჩამოვალ საქართველოში, კი ბატონო, თუ რამე არის ისეთი და მე სახელმწიფოს წინაშე დანაშაული მიმიწვის, ყველა უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს, ასე ვთქვათ, გადაპორტირების და ეს დანაშაულის შერჩენის მანკიერი პერიოდები და მხარეები. ანუ უნდა დაიწყოს, რომ ყველას კონდეს განცდა. შენ იქნები, მე ვიქნები, თუ პეტრე, თუ ნებისმიერი რა, ყველამ უნდა იცოდეს. თუ რამეს გავაფუჭებ, ამაზე მომეთხოვება შესაბამისი პასუხი. სხვანაირად დემოკრატიული ქვეყანა და სხვანაირად ჩვენ ვერანაირ დემოკრატიას ვერ შევქმნით, ვერანაირ ინსტიტუციას ვერ შევქმნით, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ თუ არ იქნება კანონის უზენაესობა და თუ არის, აი სადაც ავარ ამ
ქვეყანაში გამოსა პრეზიდენტმა რაღაცა განკარგულება და მოსამართლემ გააუქმნა. აი ესე მესმის მე, ასე თქვა, სამართლიანობა ხდები და ესე მესმის დემოკრატიული პროცესები. ანუ არ გამოსულა მე ტრამპი და არ უთქვია, რომ ის მოსამართლე მოსყიდული ყავსო ირანს და ჩინეთს და რუსეთს, ხდები? ანუ ჯანსაღი რომ სახელმწიფო რომ უნდა იყოს სასამართლო სისტემა და სამართლიანობა აღდგენილი. რაც დღეს არ არის. დღეს ამათ სამართლიანობა გადის მხოლოდ მათ ინტერესებზე. ანუ როგორც კი მათ ინტერესებში არ ხვდები, ან მათ მოსაზრებებს არ იზიარებ, აკრული გაქვს მოწინააღმდეგის და ნაციონალების იარლიყი და განწირული ხარ ყველანაირად. სამსახურებრივად, სამართლებრივად შეიძლება სადმე საგზაო ავარი შემთხვევა მოგიხდეს, სულ შემთხვევით აღმოჩნდეს, რომ 140 კილომეტრის საათით მიმავალს თურმე მუხრუჭები არ გიჭერს. იმიტომ რომ არ ხარ, იმიტომ რომ ჩაქთულია, რომ შენ ხარ ამათი, ასე თქვა, მტერი და ჩვენ თუ შევქმნით, უნდა იყოს ინსტიტუციები, პირველ რიგში უნდა მოხდეს ამ ადამიანების პასუხისმგებაში მიცემა. ყველას შინაგან საქმეთა სამინისტროში ბევრი დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც თბილად ზის ახლა კაბინეტებში და ხმას არ იღებს და იცი რა გონიათ მაგათ, რომ შეიცვლება მე აი რა მექნა, აიბა მე რა გამეკეთებინა, რა შემეცვლო. დეპარტამენტის დირექტორზე არის საუბარი. სამმართველოს უფროსებზე და მთავარ სამმართველოს უფროსებზე აღარ არის. რას ქვია რა გიქნება დეპარტამენტის დირექტორი რისთვის ახლა? თუ არ შეგიძლია რაიმე შეცვალო და თუ არ ცვლი, ესე იგი ამ სისტემის ნაწილი ხარ და ეთანხმები ამ სისტემას. ანუ ეს უნდა მოხდეს პირველი და მერე უნდა დაიწეროს გეგმა და რა გვინდა და რა უნდა ქვეყანას და საზოგადოების დაკვეთა რა იქნება. იმის მიხედვით არანაირი პრობლემა არ არის რა. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. ანუ როგორც გეოგრაფიული არეალით, ისე ადამიანური რიცხოვნობით, ხო? ანუ რა პრობლემა არის? რა ვერ შევქმნით 35 წლის განმავლობაში და რა ვერ ჩამოვაყალიბეთ. უბრალოდ არასდროს არ იყო ამისი ნება, სურვილი, ხდები, რომ ჩვენ რაღაცა აი დააკვირდი რა, ანუ მარტივი რაღაცეები, ანუ ბიძინა რომ მოვიდა, იაფიფული, უფასო გადასახადები, ასე შემდეგ და ხალხი მარტივად წამოეგო და ერთ წელიწადში მილიონერები გახდები. ერთ წელიწადში ვერაფერი ვერ შეიცვლება, წარმოუდგენელი არის. ანუ ვინც ამას იტყვის, რომ მე ერთ წელიწადში ამ მახინჯ სისტემას, რაც დღეს გომელაურმა გაუკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთ წელიწადში გამოვასწორებო, ის იქნება მატყუარა ადამიანი, რომელიც უნდა პოპულისტური განცხადებები გააკეთოს და ფულები დაიწეროს. ამ სისტემას რო გააჯანსაღო, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის ადამიანური რესურსების კუთხითაც მინიმუმ 3-დან 4 წელი დასჭირდება. ანუ ეს არის მინიმალური დრო, რომელიც ქვეყანამ დაკარგა. მინიმალური დრო. ყველას ქვეყანამ დღეს რასაც უყურებ, დაახლოებით 5 წლიანი პაუზა გვაქვს, ჩვენ 5 წლით უკან დავიხიე და ყოველი დღე, ყოველი უკან გადადგმული ნაბიჯი არის. მაგალითი, აი რომ და ამითი დავამთავროთ რა. პირველი რაც მოხდა ამერიკამ გააჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. მერე იყო დიდმა ბრიტანეთმა გააჩერა ძალიან მაგარი პროექტი ქონდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და მერე მიყვა მთელი რიგი პროცესები, ხო? და ანუ როგორ ფუთავენ ესენი რა, აი ეს მთავრობის წარმომადგენლები, ხო? აი განცხადებები ხო გაქვს, მაგათი ნახე ჩალის ფასი აქვს. არაფერი რეზოლუცია მათ არ მიუღიათ, ანუ აკნინებენ. როგორ წარმოგიდგენია ეს შენ, გიორგი, მითხარი? ხვალე მიხვალ დაჯდები პირობითად დიდ ბრიტანეთთან და გააფორმებ ხელშეკრულებას, რომ კიბერუსაფრთხოების პროგრამა აღადგინო და აი ესე მარტივად წარმოგიდგენია? ამას წინ მთელი რიგი მოლაპარაკებების პროცესი დასჭირდება. იმიტომ რომ ეს სახელმწიფოები ინსტიტუციურად გამართულად მუშაობენ. ერთი ტელეფონის ზარით საქართველოში რო სიტუაციას აგვარებენ, ამ სახელმწიფოებში ერთი ტელეფონის ზარით სიტუაცია არ ლაგდება. ამათ აქვთ მწყობრი გეგმები, რომ გააჩერეს შესაძლოა, ანუ რომ მიხვიდე 2025 წელს და დაელაპარაკო, გითხრა რომ მე ბიუჯეტი, ჩემი დღის განრიგი, ჩემი ქეჟუალი გაწერილი არის 2026 წლის ბოლომდე და ბოდიში რა, 26 წლიდან ჩემი თავი გენაცვალოს, მე დავილაპარაკოთ. და ესე მარტივი ასახდგენი არის ის ურთიერთობები, რომლებიც გაწყდა. პოლონეთთან ჰქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო სპეცდანიშნულების სკოლა აქვს პოლონეთს მთელს ევროპაში. ერთ-ერთი საუკეთესო. და თანამშრომლობა ერთხელ მოვასწარი, თანამშრომლების გაგზავნა
ავი აქტუალებულები დაბრუნდნენ ბიჭები იქიდან და აი მინდოდა რომ მუდმივად, მაგრამ ამათ ყველა სასწავლო პროცესი გამოჩერებინეს. ყველა არც ერთ კურსზე თანამშრომლები არ გამოშვებინეს. თავდაცვის სამინისტროსთან ყველანაირი სასწავლო პროგრამა ჩააგდეს, იმიტომ რომ უბიცები არიან თვითონ და არ ჭირდებათ განათლება, ხდები? ანუ რატო უნდა გაუშვა იქ? თვითონ ვერ მიდიან, თვითონ ვერ ისწავლიან, იმიტომ რომ არ შეუძლიათ, მაგის უნარი არ შესწევთ. არც ხებს არ აძლევენ და აი ესე გამოსწეს ყველაფერი და ეს რო აღდგეს, ეს ერთ წელიწადში არ აღდგება. ან უცხოელ პარტნიორებს გულისხმობ. ამას საჭიროა წლები. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნუ ესეთია რეალობა და ირაკლი ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი შაიშმელაშვილი გახდა ჩვენთან ერთად და დიდი მადლობა მას და წარმატებები მე კი დაგემშვიდობ. მადლობა, გიო. წარმატებები.